გამარჯობა ჯაყო. სადა ხარ კაცო, სადაიკარგე. და ნათავადარი თეიმურას ხევისთავი ღიმილი და ხელგაშლით გადაეღობა თავის ნახიზნარსა და ნამოურავალს ჯაყო ჯივაშვილს. საოცარია, საკვირველია. როგორ გადიდებულ ხარ, როგორ გასუქებულ ხარ ჯაყო. მაშმაშა აგრე ვიცის ჯაყომა. საოცარია. საკვირველია, როგორ გამოცლილ ხარ ჯაყო. მარგო. მარგუში. იცანი ეს კაცი. მაგონდება. ვიცნობ, მაგრამ ჩვენი ჯაყოა, ჩვენი ნათლი მამა. აღარ გახსოვს? მერტო ჩემო. სადა ხარ ჯაყო? რასაკეთებ? სულ დაგვივიწყე აღარ შანხარ. მუშაობ შენი ჭირიმე. მუშაობ მას. ბევრი საქმე გაქვს ჯაყოსა ძალიან ბევრი. სოფელს პატრონობა გინდა? 3 დღეა ქალაქში დადიხარ, ჯაყო ყველგან იყავი, ვერ მოიცალე შენი ჭირიმე. თქვენთვის ვერ მოიცალე ჯაყო მამას. ახლა სოფლის პოვერენია ხარ ჯაყო. სოფელს სკოლა გინდა, ჩითი, ნავთი და მარილიცა. ღარიბი სოფელი ხარ ნასინდარი. წრეულს ნასინდარ სეტყვა გქონდა. დიდი წვიმა და გოლვაცა, სულ გაგიფუჭდა მოსავალი, სულ. მეტის მეტად გამოცლილ ხარ ჯაყო. გასუქებულ ხარ. მაშმაშა. ძალიან გაიზარდე ჯაყო ისენი ჭირიმე, ძალიან გაიზარდე. ალბათ კეთილი ცხოვრება გაქვს და იმიტომაც გასუქებულ ხარ. და რატომ არ გექნება ჯაყოს კეთილი ცხოვრება შენი ჭირიმე? ჯაყო ახლა კარგად ხარ, იმიტომაც გასუქდი ჯაყო. ჯაყოს ახლა ბევრი გაქვს პური, ხორცი, დუმა, კარაქი, რძე და მაწონიცა. ჯაყო სულ სავდა, სუქთები და სუქთები იმას. შენ ძალიან გაღარიბდი, შენი ჭირიმე. ო, გავღარიბდით ჯაყო. ძალიან გავღარიბდით. მირთ ვინებე. მოგეშინია, ღვინო კიდევ მაქვს. ისი არ გავკოტრებულვარ, რომ ჩემს ნათლიას ვერ დავალევინო. ახლა დიდი საქმე გაგიკეთე ნაშინდარსა. თავრობა მალე სკოლას გაგიხსნის იქა. წიწყინა ნინიკაი ბრაზით გასკდები. მართლა როგორ არის ჩემ ნათლული? ვინა? ნინიკაი? ო, კარგი ნათლულიცა ყოლი აღმერთმანი. აგიკლო ნასინდარი, სულ აგიკლო. ჯაყოი მოსვენებას აღარ გაძლევს. სულ იმას ხვირი, რომ თეიმურაზის სახლი ჯაყოი უნდა ჩამოგართო და შიგ სკოლა და კოპერატივი გაგიხსნაო. ნინიკა? ნინიკაი. აღარ გახსოვს, მარგო ნინიკა? რომელი ნინიკა? ჩემ ნათლული გახსოვს გაღმა სკოლაში რომ ზრდიდი? არ მახსოვს. ჩემი ნათლული, მარგო, ჩვენ რომ ჯვარი დავიწერეთ 2-ჯერ თუ 3-ჯერ ამოვიდა ჩვენ. არ მახსოვს თემი. დარჯგინა გახსოვდეს მაგისანა აბეზარი ვიცი? ჯაყოი უნდა გადაგასახლო და ჩემ დვარეთში კოპერატივი გახსნა. ქჩორტუ კოპერატივი არ გინდა ჯაყოს კოპერატივი მას? კნენა მარგო. ამოხერ ქალაქში რას აკეთებდე? მოდი ჩემთან წამოხვიდოდე სტუმრათა. უღმერთმანი ჯაყოიზე მოულის ნათლიებსა, როგორც რა ბატკნებს სამაშა? მადლობელი ვარ, ჯაყო. მოვიფიქრებთ, მოისაზრებთ. რაღა ფიქრი გინდოდე, მაგ ფიქრებმა გაგაფუჭე და დაგაბერე. რა სიტყვი მარგო, ა? ჩემთვის სულ ერთია. როგორც გერჩევს, ისე გადაწყვეტ. ისე მელაპარაკები თითქოს უცხონი ვიყოთ. აკი ვითვენ ამ გაჭირებას. მეტი რა გინდა? ითვენ, მაგრამ ვაია მოთმენას. ქალაქში აღარ გვეცხოვრება. ყველამდე ვალებში ვარ ჩაფლული.
უკმაპურსაც ვეღარ შოულობ. მართალია თითქოს სამადლოდ მივდივართ ჯაყოსთან, მაგრამ ეგ არაფერია, მარგო. ბოლოს და ბოლოს ჯაყომ ხომ მიითვისა ჩემი ქონება, ზოგი ქურდობით და ზოგი ეშმაკობით. ესეც არ იყოს ჯაყოს ახლა სახლში მუშა სჭირდება. შენ ოჯახში დატრიალდები, მეც მივეხმარებიან და სოფლის კანცელარიაში მოვნახავ რაიმეს. ნუ დამცინი, მარგო. ვინ იცის, როგორ მოეწყოს იმ სოფელში ჩვენი ცხოვრება? იქნებ სწორად იქ მოხდეს გარდატეხა, იქ გადაიშალოს ჩვენი ცხოვრების ისტორიის ახალი თაბახი. იცი, ადამიანი ზოგჯერ იქ იპოვის ბედს, სადაც ის არ ეძებს. შეიძლება. მაშ თანახმა ხარ, არა? არც თანახმა ვარ და არც უას ვამბობ. შენ მე გადაშერი. მე გემორჩილები. მაგრამ თუ ჩვენი საქმე უარესად წავიდეს, მე ნუ ხარაფერს დამაბრალე. ამაზე უარესი რაღა იქნება. არა. ჩვენ სხვა გამოსავალი არა გვაქვს. უნდა წავიდეთ. ღმერთო დიდები. ჩვენივე ნასახლარში, ჩვენივე ნამოჯამაგირებს უნდა შევეკედლოთ და ჯაყოს სამადლოდ გავიხადოთ თავი. ნუ იგესლები, მარგო. ამ ქვეყნად ყოველივე წარმავალია, წყალნი, წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო. ჯერჯერობით შენმა გარდმოგდებულმა წყალმა ყველანი წაგვიყო. ხოლო რომელი ქვიშანი დარჩებიან, ამის ნახვას ჩვენ ვერც კი მოვესწრებთ. მოვესწრებით, მოჩქაროთ. რამდენი წელიწადია სულ ამას გაიძახი. ჯერჯერობით მხოლოდ იმას მოვესწარი, რომ ჯაყოს სამადლოდ გაიხადე თავი. მე რა ბრალემდებს ამაში? 1000 სხვა თუ შეგუახალ ცხოვრებას, შენ რით ვერ მოიდრიკე, გუხეში კისერი. არასოდეს. რასოდეს, მას ჯაყოს ხიზნობა გირჩევნია. მირჩევნია. რაც მოსავლე მოვიდეს. მე რას მიბირე? სადაც მე ვიქნები, შენც იქ უნდა იყო. შენ კიდევ შეფრჩა რაღაც რწმენა. მაგრამ მე რომ აღარაფერი მჯერა? მაინც უნდა მომყვე. სამშვიდობოს გაგიყვანე. არ ამჯერა, თემურ, არ ამჯერა შენი სამშვიდო. გულიც უცმეურნება. ნუ მისდევ ჩაყოს თავი დაანები. თორე მე იქნებ ინანო. აქ თუ ვერ მოიკიდე ფეხი, იქ სოფელში ხომ უარესად გაგიძნელდები. ცხოვრება დიდი. გზას გავიკაფავთ. ქალაქში თუ ვერ მოიკიდე ფეხი, სოფელში რა უნდა გააკეთო? თემურ, შენ ბრძოლისათვის და თავისუფალი ცხოვრებისათვის არ ახარ შექმნილი, თემურ. რატომ არა, განაახამდე დამოუკიდებელი არ ვიყავი? დამოუკიდებლობა შენ ნაშინდარი გაძლევდა და ისიც ვერ გამოიყენე. მამა პაპეული მამულიც ვერ შეინახე და გაყიდე. იმოდენა განძეულობა ისე მოკპარა ჯაყომ, რომ ყალსაც ვერ მიაჩვი. ჯაყოს ქურდობას მოაბრალ, შენ საბუთი არა გაქვს. საბუთი რომ მძქონო და ხელიდან გაგივარდებოდა. საბუთი. მაშ რას მირჩიო? გამოაცხადე ლოიალობა და ერთგულად იმსახურე. როგორ მიბედა, მარგო? გიბედა თემ. გიბედა. იმიტომ შენი ერთგული მეუღლე და მეგობარი ვარ. მაშ პოლიტიკურად თავი უნდა მოიკლა, რა? რა მოგცემ პოლიტიკა, რა? ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ არც მერე მოგცემ. შეიძლება, მაგრამ სახელი. ვისთვის ან ვისთვის გინდა კერბი კაცის სახელი. ორგულობა და ორპირობა რომ არ შემიძლია, შენ ძალიან კარგად გაცუმება შეგიძლია. ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ვერ შევწელი. თემურ, ყველა მიცის რომ შენ უნებელი კაცი ხარ, რომ ჩიცაც ვერ დააფრთხო. მაშ რა δεშინიათ ჩემი? შენი არავის ეშინია. მაშ რა დამეთხოვე ზოგჯერ სამსახურიდან? იმიტომ რომ ხბედი და ენაჭარტალა ხარ. მე ერთხელ კიდევ გირჩევ. გამოაცხადე ერთგულება, პირზე კლიტე დაიდე და დადუნდი. არ შემიძლია. მე ჩემი თუ. ახლა შენიცი. თუ ჩვენი საქმე ცუდად წავიდეს, მე ნუ ღარაფერს დამაბრალებ. შიდობა შენი მობრძანება კნინა მარგო.
გამარჯობა შენი. გამარჯობა ჯაყო. ჯაყო გენაცო. კნინეს ნუ ხარ მეძახი. კნინობა აღარ არის, გადავარდა. არა შენი ძირიმე. სხვა კნიაზები და კნინები გადავარდი, თორე ჩემი ნათლია ჯაყოსთვის ისევ კნინა ვიქნები მას. თემურაზი სად არის? რა? არ ჩამოვიდა? თემურაზი არ ჩამოხვედი შენი ძირიმე. თემურაზი სახში დარჩი და შენი თავი ჯაყოი მეამდე. ჯაყო. სადა ვართ? აქეთ აჯობდე შენი ძირიმე. აქეთ უფრო მოკლე გზა ვიქნებოდე. რა ვქნა, ჩვენი გზა პირდაპირ უნდა მიდიოდეს და შენ მარცხნივ რატომ მოუხვი? ნუ გესინოდე შენი ძირიმე. შენ არ ხენად იქნებოდე? ჯაყომ შენზე უკეთ ვიცი საქაური გზები. კნინა მარკო. შენ ცოტა ხანს აქ მოიცადებდე, მეც ახლავე მოხვიდოდე. გზაგერეოდე ჯაყოსანათლია ჯან? ეხლა სადა ვართ? ეს მაკმანუ ვიცის ხარების თავი. წალაში ხარ. დიახვის ნაპირზე ხარ შენი ძირიმე. რა ვქნა? აქ ახარ გაზრდილი ამინდორში გზა როგორ აგერია? მასა. ახლა რას გააკეთებდე? ბნელა შენი ძირიმე. არც გზა ვიცის ჯაყომა? მაშ რა უნდა ვქნათ? ნუ გესინოდე შენი ძირიმე. ჯაყოს თოფიცა გაქვს? კანჯალი და მოუზერიცა. მინდა პედავს რამესა. ჯაყო აქ არ იქნებოდეს. ой დედას გიჭირებ ყაჭახსა ჯაყო, დედას ამას. აბა ვინც ვაშკაცი აქ მოხვიდოდე, აბა მოხვიდოდე. აგი ჯაყოი ვარსკვლავი კენაცვალე იმის მადლსა ვერდით კიდე ნათლია მარგოს ვარსკვლავი მოგდევს კენაცვალე იმასაც ძილინებისა ჯაყო. ამემშვიდობისა ნენა ჯან ამემშვიდობისა დაიძინე მარგო ჯან გენაცვალო შაღო არა ჯაყო. არ მეძინება. ჯაყო. სად მოხვა? შენი ძირიმე შო ხარ დაიყვირებდი ცოტა იქეთ მიიწევდე მარგო ჯან საწყალ ჯაყო შეგცივდა ცოტა გაათფობდე
გიაყოსა გინაცვალოს იმის თავი. მე გადავალ ურნიდან. ხელი გამიშვი. სისხლი არ დაიყვირებ გემარგოთ მოლაბორად გინდებოდი შხუბი რაკრინას აქ მე ვარ შხუბი სისხლის წირინა სკაჩუმდა თორემა მადლობა ღმერთს სადა ხართ რა დაიგიანეთ აქამდე ურემი გაგიფუჭდეს შენი წირიმე ურემი გუშინ ვერ ამოხვედი ღამეს სად გაათიეთ ღამე ლევანაშენში გაათენებდე ჩვენებიანთ თომასთან იქნებოდე სტუმრათა კაბა სად დაიხიე მარგო მხარზე რაღაც იარა გაქვს კლავი ხომ არ დაგიშავთ კნეინა ურმიდან წამოხდებოდა ესენი წირიმე კაბა წალს მოედებოდა და მკლავიც მიარ ტყავდე არა გისავს რა შენი წირიმე მალე მოგირჩებოდი ეს ნათლიასა აი გასინჯე ნახე რა დაემართა ჩვენს უპატრონოს სახლს ისე წაგივიდა საქმე რომ სასხვისოდ გაგიხთა ეგ თავი აიდე და საავთანდილ ხევისთავო რასი ფიქრებდი რომ ოჯახი ასე დავენდრეოთ ნუ შეშინდი ივანე წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიანო ეგ მართალია მაგრამ
იმ ქვიშაზე გაგუდული თევზიც ბევრი მინახავს. წყლის წასვლის მოლოდის ისე ისგერჩინა, რომ სამსახურში ფეხი მოგეკიდა, თორე ვინ იცის? იქნება წყალნი ან არ წავიდნენ, ან კიდევ ძალიან დაგვიანებით წავიდნენ. სანამ პეტრე მიეშველა, პავლეს ტყავი გააწვრესო, გამიგონია ცხონებული მამაშენისმა. კნიაზო, სჭამე თორემა, რაც ღალას არ გაძლევდე, იქნება იმ დღიდან აღარც გაძღებოდე. მე და ამის სენავაშკაც კნიაზობას ვინ მოგცემდე? ეს გაუმარჯოს სტუმრებსა, რომლებიც არომა აგრეთვე და ისა სმენა იყოს და გაგონება. ხალხო, ეს ქვეყანა ასე ყოფილა მომართული. ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო, ასე უთქვამს დიდებულ შოთა რუსთაველს 700 წლის წინა და ისიც უთქვამს წინანი უკანაო და უკანანი წინაო. დღეს მენაო და ხოლე კიდე შენაო. წინათ თავადაზნაურები გლეხებს უღელში აბამდნენ. ეხლა კი ბედი შეტრიალდა. მაშა, ახლა კნიაზებსა და აზნაურებს ჩვენ გავაჭერებთ, მაშა. ცხოვრება შეიცვალა. რით არა ჟობია წინანდელ თავადებს, დღევანდელი ჩვენი მასპინძელი. განა ჯაყოს აზნაურობა არ შეშვენის, ჯაყოს ძალაც შესწევს და შნოც. ზოგს აზნაურს არც უწინეთყობოდა აზნაურობა და ახლა ხომ სულ დაიძირნენ და გადაგვარდნენ. ზოგი ჯანღონით, ჭკუით, გონებით, გავლენითა და ქონებით აზნაურიც არის და თავადიც. ასეთ აზნაურებს მე პატივს ავწევ. წინანდელი ჩვენი თავადები კი ჩვენი აზნაურები წყალწასაღებნი იყვნენ და აკი ჩაბარდნენ კიდევაც მიმავალ დროსა. ქვეყანა მიცის, რომ ჯაყო ჯივაშვილი ისე დასტრიალებს ჩვენს ღარიბ ღატაკ ლეხობასა, როგორც ვინ მოსთვლის, რამდენი ბრუდე საქმე გაუსწორა ჯაყომ ჩვენს სოფელს და რამდენ გაჭირვებულ ქვრივობილს გაუმართა ხელი. ჩვენ იმედი გვაქვს, ამდენი სიკეთის დამთესი ჯაყო არც შემდეგში დაიხევს უკან და ისევ ძველებურად გაგვიწევს დახმარებას. მაშ გაუმარჯოს ჩვენი სოფლის აზნაურს ჯაყო ჯივაშვილს. მაშა, ჯაყოი დიდი მადლობელი ხარ. თუ სოფელზე გინდა ჯაყოი გემსახურებოდე, გაგიწევდე საწყალხალ სამსახურს, ამაშა? ნიძლავი თუ ხვალ ივანემ ჯაყოს ერთი ტომარა ფქვილი არ გამოართვას. შეგვინახე ჯაყო და დრო მოვა და გადაგიხდით. ძირს აზნაურები. ძირს აზნაურები. არ გვინდა. სმენა იყოს, გაჩუმდებოდე. მე რომელი კნიაზი ხარ? ხომარ გაგიჯდებოდე. ივანე ხუმრობდეს, თქვენ კი ვერ მიხვდებოდე. მაშა? სისხლისა გეშინიან თეიმურაზ. სისხლისა. კათამიც ვერ დახკლამდე, კათამიცა. ბრინკა მოდი ახლა. თეიმურაზ. შენ კნიაზი კი არა ხარ? ბრინკა ხარ, ბრინკა. აბა სმენა იყოს? ჩვენი სტუმარი ნათლია თეიმურაზი ლაპარაკი გინდა? დაიცავით ძმობა, მშვიდობა და მხანაგობა.
დანარჩენი თვითონ დალაგდება. ღმერთმა ყველას მოგცეთ შვიდობა და მოთმინება. Tangala gogona Tangala gogona Ai, საქართველოს გული, ივანე. გადახედე დღევანდელ ქართლს. უწინდელი ქართლის მეოთხედიც აღარ არის. ისტორიამ დაანგრია ძველი ქართლი. ხო, მეც მაგას ვამბობ. ვინ არ გადმოიერა იმის ზურგზე საწყალი. მთელი ქვეყნისათვის შარაგზად გადაიქცა. სანამ ქართლი ძლიერი იყო, საქართველო ძლიერი იყო, ქართლი დაეცა და საქართველოც დასუსტდა. ქართლი იყო საქართველოს გული. დღეს კი დაბერებულ და დაყრუებულ ნაკაცარს მომაგონებს. წელში გაწყდა ქართლი. ნუ შეშინდი თეიმურ. მე აქ ვცხოვრობ და აქაურობას შენზე უკეთ ხედავ. ქართლიც იზრდება და მაგრდება. აბა მოიგონე, უწინ რა იყო და ეხლა რა არის. ქართლი მხოლოდ ეხლა ამოდის მიწიდან, ბრალდება, ბაღებს აშენებს, თვალებს იფშვნებს და სკოლებს ამრავლებს. გახსოვს, მე და შენ რომ გვინდოდა ამ 11 წლის წინათ ნაშინდარში სკოლის დაარსება. შენ რომ აქაურობას თავი გააშორე და მე კინაღამ ჩამაქვავეს სკოლის გახსნაზე ხელი აიღეთო. რაც მაშინ ვერ მოხერხდა, წრეულს შესრულდება. ნაშინდარს შემოდგომიდან სკოლა ექნება. არ გინდა მასწავლებლად შეხვიდე იმ სკოლაში. 20 წელიწად იმისათვის კი არ ვიმუშავე, ივანე, რომ ბოლოს სოფლის მასწავლებლობით დავასრულო ჩემი ცხოვრება და მოღვაწეობა. მას ჯაყოს ხიზნობა გირჩევნია? დასავლეთისაკენ გაიხედე, ივანე. გაიხედე, ცარა მშვენიერებით არის შემოსილი.
გაჩნდებოდი თორემა. მარგოსათვის ცხადი გახდა. რუბიკი ჩაყოს ხასად გადაიქცა. ასე თუთუცურად, ასე მოლოდნელად ჩაყოს საყვარლად გადაიქცა. მერე როგორ იქვე თეიმურაზის გვერდით ღმერთო მაღალო, შენ ხარ მოწამე, რომ მარკოს აზროდაც არ ქონია ქმრის ღალატი, რომ რაც მოხდა ეს თავისთავად მოხდა, რომ მარკო უბრალოა ფიცის გადახვაში. რა უნდა ეკნა? დათვის მკლავებში ჩავარდნილ უმწეო დედაკაცს. რა? მეორე დღეს ეაბნა თეიმურაზისათვის. ამას ხომ საშინელი დრამა მოყვებოდა. თავის მოჭრა მარგოსათვის და სირცხვილი თეიმურაზისათვის. ახია თეიმურაზი. რადგან თავის ცოლი ნადირს. მაშრა ეგონა საქმე სასხვისოთ რომ გაიხადა. თავი აიღო და სამადლოდ შეეკედლა ჯაყოს თავის ნამოჯამაგირებს. რომელმაც მისი სახკარი ბაღვეღან საკუთარი მკლავით ოიმბაზობით შეიძინა. მარგო თავს ვერ დაანებებს საწყალ თეიმურას. შედარება დელური ჯაყო და განათლებული თეიმურაზი. ის დათვი და საზოგადო მოღვაწე. დაჩა. რა შედარება? სადაური არჩევანია. მაშაშა. აღარ ვიცის. ჯაყომა. Yo mamacha, ay ese, ama taksi ya, taksi bidi, ay, qarani ya shura bi khard, qarani basha, ama taksi ya bidi taksi, ay taksi, xmertmani ya kide qole masxrabi basha, ama აგრებიცი ჯაყობა გეტკირა ახლა გაიწიკიდი გეტკირა გეჭელა გიბა დურა თახრაშუ აბა ჩქარა წელი ნუ გიწყდებოდეს აბა გასი ჩაქა
ძაღლი კოწლობით არ მოკვდები. აგრე რათა სპამჭავ შენ ცოლს? ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. დედაკაცი მუშაობისთვის ხარ გაჩენილი მას? ყველანი მუშაობისთვის ვარ გაჩენილი, მაგრამ დედაკაც უფრო იოლის სამუშაო ერგო, რადგან მამაკაცი უფრო სუსტია. დედაკაცი ხარ სუსტი? შენ რა გესმის, ბრინკა? ქალაქელებმა გააფუჭეთ დედაკაცი, თორე ჩვენ ისევ ჩვენი ძველი ადათი შეგინახეთ, მაჩა ბაგასი. ცოდუანინო ჯაყო, ცოდო. ჯაყო მცოდო არ ვიცის. ახალი კანონის მიხედვით ჯაყო, მამაკაცი და დედაკაცი თანასწორნი არიან. ვიცი ჯაყომა, ვიცის? ჯაყო. შენ ხომ ქრისტიანი ხარ? მას ქრისტიანი ხარ ჯაყოი. მაშყური დამიგდე. სახარებაში წერია ვიცი ჯაყომა, ვიცის. ჯაყოი სამჯერ დაიწერე ჯვარი და გუდელმა სამჯერ გითხრა ეკლესიაში, რომ ქმარმა ცოლი უნდა შეინახო და აი ასე უნდა დაგაშინო. აი მას ნინა ქალბატონ სპორტსაპოჩკები გაგხადე? აბაჩხარა გული. რკინის დროებაში ცხოვრობ, ჩემო ივანე, რკინისა. ამიტომ ყველაზე უფრო ძნელი საშოვნელი ეხლა გული ყოფილა. სიყვარული მოკვდა, ჩემო ივანე, მოკვდა. რაც მოკვდა თეიმურ. მართალი ანაფორა გავიხადე, მაგრამ ქრისტეს მოწყურება ახლაც ძვალბილში მაქვს გამჯდარი. საცა სიყვარული არ არის. იქ არც მეგობრობა, არც ოჯახი, არც საზოგადოება და არც სახელმწიფო. მართალია, მაგრამ სიყვარულის ნაცვლად ეხლა ამ ქვეყნად და ხალხის გულში ცხვარამ დაგუბებულა, ივანა. ცეცხლი და წყალი ერთმანეთში არეულან და მშვიდობიანად შეწყობილან. ვისაც უყვარს, იმას ძულს კიდეც ჩემო თეიმურ. არ მესმის, როგორ უნდა აშენდეს სიყვარული სიძულვილზე. მე კი ასე მესმის. სიყვარული უეჭველად შობს შურს, იჭვს და სიძულვილს ვისაც უყვარს მოძმე თვისი, მას უძირო სიძულვილით უნდა ზულდეს მტერი თავისი მოძმესი. ესე იგი სიყვარული და სიძულვილი ერთმანეთის მშობლები ყოფილან, არა? არა, სიყვარულია სიძულვილის მშობელი, ხოლო სიძულვილი სიყვარულს ვერ შობავს. ქრისტიანული სიყვარული ეს ლანდია, მოჩვენება. იგი განყენებული რელიგია გახლავთ და მიწის ხალხს არ უდგება. ქართულ ხალხზე რა სიტყვი, ივანა? ქრისტიანია იგი თავის სული და ხასიათით. არა, სადაც სარწმუნოება არ არის, იქ არც სიყვარულია. მაგას ნუიტყვი. დღევანდელი ქვეყანა ჩემთვისაც უცნაურია და გაუგებარი. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ისიც სიყვარულზე შენდება. შენი კნეინა ძალიან ფინთად გაცვია. ჯაყოი ფული გასესხებდე. ჩაცმევდე მარგოსა, თორე შენი სირცხვილი ხარ?
მადლობელი ჯაყო, დიდი მადლობელი. 1 საათად გადაგიხდი ამ სიკეთეს არ დავივიწყებ. ალბათ ბედიოდესმე ჩემსკენაც მოიხედავს და მაშინ ალბათ ნათლა მარგო სტანციაში მიგიყვან და იქ დაგიცდიკნე ინასა. ერთი დღე უნდა ქალაქში, მეტი ხომ არა? მარგო და ჯაყო 5 დღის შემდეგ დაბრუნდნენ. ერთი ეს მითხარი, რატომ არაფერს არ აკეთებ? არ ვაკეთებ? ხო, რა უნდა გავაკეთო, ივანე? ჩემს საქმეს არ მაძლევენ და მე სხვის საქმეს ხელს ვერ მოკიდებ. მე სხვის კამზე ვერ დავჯდები. იწამე ახალი ქვეყანა და ესე იგი ქედი მოვიდრიკო? ეს ქედის მოდრეკ არ არის. მხოლოდ გაჩუნდი და სადაც არ გეკითხებიან იქ ნუ ჩაერე. ეს ხომ სულიერი სიკვდილია, ივანე. თუ მეტი გზა არ არის, მოკვდი. მე ჩემის ხელით თავს არ მოვიკლავ. ეხლა რა კვდები განა? ხორცით კვდები, ივან. ხორცით, სულ ისევ ჩემია. შენია? ჩემია მეთქი. გიწასწინათ, ნაშინდარში სკოლას ხსნით. ქუჩის დამგელად წავალ და მასწავლებლობას ვერ ვიკისრებ. რატომ რა მიზეზით? მე ბავშვს ისეთ რამეს ვერ ვასწავლი, რაც მე თვითონ არ მწამს. თეიმურაზ ახალი კანონი გამოსულა მიწების გაყოფაზე. შენი ჭირიმე გაგვაგებინე. ახალი კანონებისა მე არაფერი ვიცი და არც მინდა ვიცოდე. რატომ? იმიტომ რომ კანონი ქაღალდზე იწერება, ცხოვრება კი თავისი გზით მიდის და წავა. თეიმურა, შენ ჭირიმე. ეს მაინც გვასწავლე, როგორ უნდა გავასუქოთ მიწა. აი, მაგას კი სიამოვნებით გასწავლეთ. ერთი წუთით მომითმინეთ. აფსუს თეიმურას ხევისთავო ჯაყოს სამადლოდ გაიხადე თავი. აი დედასა, ეგეც კაცი იყო და ცხოვრობდა. ცხოვრება მოზნიკა. საპირველია. საოცარია. ჩემი ნივთები. საოცარია, სად იყო ეს ყველაფერი აქამდე? მარგო. ჯაყო ამბობდა, ზოგი ქურდებმა მოიპარეს და ზოგი ხელისუფლებამ წაიღო. კარგი თემურ. უხერხულია. ბოლოს და ბოლოს სტუმრები ვართ. ფასოდ გვაჭმევენ, უფასოდ გვასმევენ. ესეც საკმარისია. ეს ნოხიც, მარგო, მარგოში. სირცხვილია. აი თი აი თუ სასუქის ამ თეორიას ლიბიხის კანონი ქვია. უმთავრესად მცენარეს ესაჭიროება აზოტი, ფოსფორი, სიმჟავე, კალიუმი და კირი. ჩვენა მაგისი არაფერი გაგვეგება და გვასწავლე როგორ უნდა გავასუქოთ, რა დავაყო. დააყარეთ გუანა. ჩვენ ვარ გვაქვს გუანა თუ რაღა ჯანდაბა. ნეხვი. ნეხვი კაცო. ნეხვი გაგვაქვს მინდორზე, მაგრამ ამბობენ სხვანაირად უნდა შევინახოთო, თორე ჩვენებური ნეხვი ჰაერზე რო ყრია იფიტებაო, ხო და აი გითხარი როგორ უნდა შევინახოთ? გვასწავლე.
ეგ კი მე არ ვიცი. ჩვენი საშველი აღარ ყოფილა. თედო, წამო. Երդեդան կադամե խրավի մեր շրին սադացոն սավ Արուհանանու հարուհանու դալալո Արուհանալու հարալո հարի հարալի հարալեդա Արուհանալու ბრინგა იშოვნე სამსახური მართლა სამსახური სულ დამავიწყდა. აი თუ აი თათი აი თათი აი თათი Dagi khuram samparta sage khara lo davaris lo tashi lo da akedangori shoria da akedangori shoria tholmadali dibrolia da ეხები კაცი გახდი ჯაღვე როგორ გიხდება ჯაღვესა ყველაფერი? ახლა ჯაყვას მარტო ხევის თავის გვარი და შენისთანა ლამაზი კნეინა გაკლია მაშა ცხინვალშიც ვიყავი, გორშიც და სამუშაო ვერ ვიშოვე. იცი რას გითხრან თემო? მუშაობა შენი საქმე არ ვიქნებოდე. თავრობაც სამსახურს არ მოგცემდე. სადაც თავი შეყავი ყველგან გამოგაგდე? ქალაქშიაც ვეღარ წახვიდოდე და აქაც უსაქმოდ დაეხეტებოდე. ერთი ეს გითხარი ჯაყოსა. ვაჭრობა როგორ მოგწონდე? ვაჭრობა? ვაჭრობა ჩემი საქმეა, კარგად მაქვს შესწავლილი. ბანკში და კოოპერატივში მუშაობ. თავი დაანებე კოოპერატივი, ჩორტო კოოპერატივი. შენ ყური გიგდე ჯაყოსა, ჯაყონ შენზე კარგად ვიცის ვაჭრობას და კოოპერატივიც.
მოდი ამ სოფელში ერთი დუქანი გახსნა, ჰა? რა სიტყოდე? დუქანი მე? მაშ. მე ხაზენი შენ დახლიდარი. ჰა? რა სიტყოდე? კარგი საქმე გითხრამთ, ჯაყოი თუ არა? მოვიფიქრებ, მოვისაზრებ ჯაყო. შენ რა სიტყოდი, მარგო? ტყუილ უბრალოდ ხედიავს, ისევ დახლიდარობას ჯობია. ჯაყოს მადლს მაინც არ დაგაყვედრიან. ყური გიგდე ჯაყოსა? გლეხი ტუტუცი ხარ, ძელი ფულის არაფერი გესმის. ჯაყომ კი ადრე გაიგე რომ ეს წინანდელი ფული სულ უკან მიდიხარ და მიდიხარ. გჩორტო ასეთი ფული, თქვა ჯაყომა და ის ფული ერთი დღეც არ შეგინახე. ჯაყომ ეშმაკობა გაგიკეთე და მარტო საქონელი ივაძრე. ერთ გირვანკა ნავჩი, ნახევარი ჩანახი ლობიო აიღე, ან სამი გირვანკა მატყლი, ან 10 გირვანკა კარგი ხილი. გლეხები დათვლა აღარ ვიცის. ყველაფერი ისი აგერია თავში, რომ ძაღლი პატრონს ვეღარ ვიცნობდი. ყველანი გაკოტრდი, ჯაყო იგი გადარჩი და ბევრი ფულიც მოიგე. აბა ნათლია, პასუხი მოგეცი. თანახმა ვარ. ჯაყოიც თანახმა ხარ. მაშინ ღმერთი იყავი ჩვენი საქმის ამხანაგი. დავიწყებდეთ. ნათლია. ჯაყოს დახლიდა რა დაუდექი? რა ვქნა ნინიკ? უსაქმურობას ისევ ეჟობია. რაღა ჯაყოს მიეშველე. ის კი არ ეყოფა იმ წურბელას, რაც ციცხვი გამოგწოვა. შენი ოჯახიც მაგან შეჭამად ეხლა დახლიდა რა დაუდექი განა. საცა კოოპერატივი უნდა გავხსნათ. ჩვენ კაცი არ გვყავს. შენ კი ჯაყოს მიემხრე. აზერ ჩვენ გვიშველო შეგაიგაცო. ალბათ ჯერ არ იცნობ ჯაყოსა თორე მხარს არ მისცემდა. ჯაყო წინანდელ ჩარჩზე უარესია. რაღა მეკითხრა, შენც კარგად იცნობ მაგარ ამზადას. ჯერ იყო და შენი ტყე მუქთად ჩაიგდო ხელში. ვიცი ნინიკა ვიცი. გიშველა ღმერთმა თუ იცი, მერმე იყო და სოფელი აიკლო. შენ რო ქალაქში ხავდა არაფერს ხედავდი. ეგ კაცი ჩვენ ტყავს გვაძრობდა, აღარაფერი შეგვარჩინა. საქონელს იტაცებდა. ხალას ორჯერ და სამჯერ გვახტევინებდა. შენი შემოსავლის ნახევარს იჯიბავდა. ჩემ ბრალია ძმებო, ჩემ დროზე ყური ვერ ვათხოვე თქვენ საჩივარს და არ მოგაშოროთ ის კაცი. გიშველა ღმერთმა, ეგეც გწოდნია. მერე იყო და ყველაზე კარგი მიწევი მაგან დაიჩემა. ბოლოს კი ისე წაიყვანა საქმე, რომ შენი სახკარი და ბაგიც დაისაკუთრა. მამა ჩემი იმ ვენახში დაბერდა. ჯაყო კი ზედ დააჯდა. სამართალი სად არის? მაგას თავი დაანებე. თეიმურაზის სახლის მორთულობას რო დაიჩემა ის რაღა არის? მაშა, შენ ეგათქვიდა. ისე იესმაკა, ვითომ სახლი ყაჩაღებმა გაცურთვეს. ნამდვილად კი თვითონ დაიტაცა ყველაფერი და შენი სიმდიდრე ისევ ჩვენ დაჩაგვრას მოახმარა. ერთ არშინ ჩიტში ერთ ფუტ ხორბალს გვართმევდა, კაცო. რაღა გვართმევდა, ეხლა ზიგრე არა შადის. იმიტომ კი არ გავყარეთ ეს თავადები და ბურჯუები, რომ ახალი ბატონი დაგვესვა გისერზედა. მე რატომ აქამდე არ ალაგმეთ ეგ კაცი? იმიტომა რომ მთელი სოფელი ხელში ყავს. დაიძახიან ბევრი სიკეთე გვიყო. არ გვინდა მაგის სიკეთე. ქარისა არც მოტანილი გვინდა და არც გატანილი. ცოტა მოიცადოს და ნახავსა. სკოლის და კოოპერატივის საქმეში დაგვეხმარები თუ არა? მოვიფიქრებ. ზალა მოფიქრება გინდა შეგაიგაცო. არა, ნუ დამაჩქარებთ, მოვიფიქრებ. არგი. აიფიქროს. მოიფიქრე.
მაგრამ ეჯაყოს თავი დაანებე თორემ გავყიდე 10 გირვანკა ნავთი. ეს 6 აბაზი. 2 ფუთი მარილი. 2 მანეთი და 14 შაური. გაყიდული საქონელი ამ წინგში ჩავწერე, ხოლო ნავაჭრი ფული დღიურ კასაში ჩავიტანე. აი ამ წინგში არის ჩაწერილი მოგება. შენ ფული მოგეცი ჯაყოსა და საცაგინდებოდა იქ ჩაწერე. ეს ბუღალტერია ჯაყო. და ბუღალტერია შენთვის შეინახე, მე რა ოხრად გინდა? ეს ქვეყანა ბუღალტერიაზე არის აშენებული ჯაყო, სადაც ბუღალტერია იციანი, ყველაფერი იციან, წესი, დისციპლინა, შრომა და მომავალი. მაგრამ სადაც არ იციან, იქ უწესობა, უდისციპლინობა, ანარქია, არევდარევა და წვდიადი მეფობს. ვიცის ჯაყომა, ვიცის. მორჩი და გაგათავე. როცა მუშტარი არ ვიქნებოდე, ეს ციგნები წაიკითხებდი, არ მოგწმინდებოდეს. ეს ლოგინი რა თქინდა? მას დუქანი უპატრონოთ ხომ არ დარჩები? მართალია, მაგრამ გიბამ ან ქეშელამ გაათიონ ღამე დუქანში. გიბა და ქეშელას თავის საქმე გაქვს, დუქნისთვის არ გცალია? ღამე ნუ წაიკითხებდი, ტყუილა ნავთი დაიწვებოდი და შენს თვალები გეტკინებოდი. შენ უ შეგეშინდებოდის. როცა გიბა და ქეშელა მოიცლი, დუქანში ჩადგები, შენ კი მარგოს ანახავად მოხვიდოდე. ის საჭმელი ბრინკაი მოგიტანებდე. აბა, ოჩაღად ვიქნებოდე. რა შენი საქმეა დახლიდარობა? შენი საქმეა ძმაო ივანე შავი მუშაობა და მიწის ხულა. ჩემი წინაპრები მიწის მუშები იყვნენ, ამიტომ ეც მიწას დაუბრუნდი. დროზე გამოიცვალე ქურქი. ჭკუამ გამიჭრა. რიგალს გადარჩი და ცოლშვილიც გადაარჩინე, ბედნიერი კაცი. გარდა ამისა ძველადვე უთქვამთ ჭკვიანებს, საც არასჯობს, გაცლაშობს კარგი სამამაცისაგან. რუსთაველს უპასუხია ჟობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანი. რატომ არ ირწმუნებ რომელიმე ღმერთს ან ეშმაკს? ვეძებ და ვერ მიპოვია. მას რას აპირებ? აღარაფერს. მე ჩემი შევასრულე მეყოფა. ეხლა სხვებმა ზიდონ ამ ქვეყნის ტვირთი. მალე გავათაებ ამას ხრობა ზოგნი რომ სიცოცხლეს ეძახიან. აღარაფერს აღარ ველი. თქვენი თაობა უკვე მკვდარია. შობია გარემოებას შეურიგდე და დამშვიდდე. საოცარია. საკვირველია. ჩვენი დასაფლავება ჩვენ თვალწინ ხდება, ანდერს გვიგებენ და ჩვენვე ვესწრებით ჩვენს ქელებს. მაგრამ მე თეიმურას ხევისთავი ჯერჯერობით სიკვდილს არ ვაპირებ. არ მინდა მეთქი სიკვდილი, გესმის? მესმის ნუყვილი. ივანე! ერთი რამ დაიხსო მე სამუდამოდ. მე მომღუნეს, შეიძლება მომტეხონ კიდეც, მაგრამ ვერასოდეს ვერ დამიმორჩილებენ, გესმის? ვერასოდეს! მე ჩემ ნამდვილ სათქმელს ვიტყვი, ის დრო მოვა. ისე მჯერა იმ დღის მოსვლა, როგორც ხვალდილით მზისა მოსვლა. ჯერჯერობით კი ახია ჩვენზე, ახი! უძლური ყოველთვის ბრალიანია, ყოველთვის. აგრე გვინდა, აგრე! აგრე გვინდა! აგრე! შეკაიკაცო. დავშვიდი, მოიცა დავშვიდი. მოდი. მოდი თვითო დავრიოთ. აჰა. დალიე. პირიც მოშველე. და გემართე შეკაიკაცო. სირცხვილია. ვაშკაცი არა ხარ? ო, მოგეშინია. წუთიერმა სისუსტემ დამძლია. გამივლის. ბრძენი მეგონე. თურმე შენც გწოდნია თავის მოგიჟიანება. არავინ არ იცის რას ჯობს ამ ქვეყნად და რას ჭარბობს სიბრძნე თუ სიგიჟე.
მათი ზღვარი ჯერ არავის მოუძებნია. ჯაყოსთანა ბატონი ამ სოფელს არ ახოლია და არც ახლომახლო მოიძებნება. ერთი თვით, ერთი კოდი ხორბალი ვთხოვე. ერთი ორად დამისვა. სხვებსაც ასე უშრება, ქაური ხალხი თანდათან ხელში ჩაიგდო. ყველა ჯაყოს მოვალე. დიდი შეძლება უნდა გქონდეს. ნახევარ სოფელს იყიდის. როგორ აგონია შენი ნიფთები ვითომ ქურდებმა და ყაჩაღებმა წაიღეს? ვიცი, იანე. ეხლა ყველაფერი გამოაჩინა, აღარ მერიდება. ამას წინათ ცოლი გააგდო. ერთი კი არა, ორი ცოლი გააგდო, ორივე სხვებს მოსტაცა და ახლა ამბობენ მეოთხეს დაეძებს და იშოვნა კიდეცაო. არ ვიცი, არ გამიგია. ვინ არის, ვის გადაეკიდანე და? არ ვიცი. იკითხე, აქეთ, იქეთ. იქნება გითხრან. ეს ღმერთმა ადგეგზელოს. ესეც დაიმახსოვრე. მტერი მოყრულად მოსული მტერსედაც უარესიაო. აქამდე თავისი ტოლები ჰყავდა ცოლად. ახლა მადა გაეხსნა და დღედაღამ გაკივის. ჯაყომ ისეთი თავადის ქალი იშოვნე რომა? გინიშოვა? არ ვიცი. იქნება სხვებმა იციან და გითხრან. ნეტარი იყვნენ გლახაკნის სულით რამე თუ მათი არ სასუფევლიცადა. სახარება მათისაგან თავი მეხუთე. ნეტარი იყვნენ გლავარნი გულით რამე თუ იგინი ნუგეშის ცემული იყვნენ. ნეტარი იყვნენ შვიდნი რამე თუ მათ დაენგედრომ ქვეყანა. გეყოფა გაათავე. ვნახე და გავიგე შენი წიგნების ძალაც და ნამდვილი ცხოვრებაც. რა ჭირათ მინდა შენი ფუღურო სიტყვები. ჯაყომ არაფერი არ იცის, მაგრამ ყველაფერი შეუძლია. შენ ყველაფერი იცი, მაგრამ სანაგვეზე გადასაგდები ჩვარი ხარ. ნეტარი იყვნენ რომელთა შეოდეს და წყუროს და სიმართლისათვის რამე თუ იგინი განსღენ. ნეტარი იყვნენ მოწყალენი რამე თუ იგინი შეიწყალნენ. ნეტარი იყვნენ წმიდანი გულით რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. ნეტარი იყვნენ დევნილნი სიმართლისთვის რამე თუ მათი არ სასუფევლიცადა. ღამე ლევანაშენში გაათენებდე. ჩვენებიანთ თომასთან იქნებოდე სტუმრათა. უშე მოღალატე მრუშო ბილწო დედაკაცო. ღმერთო დიდებულა. ნუ თუ ვინ? მარგონ? ვის? ჯაყოს? სასაცილოა ზარაკოს ისულელია? თემურ, არ აგძინავს? მეც ვერ დავიცინე.
თან მткიოდა. ცოტა გავიარე. მაშ მარგო თემურაზი ჯაყოზე გასცვალა. იმ დღიდან გამოარდნილ ნადირზე გუშინდელ მოჯამაგირეს. იმ რეგვენ და ბნელ ჯაყოზე, იმ ჯაყოზე, რომელიც გუშინ თემურაზის ნახირს დასდევდა. ჯაყო მარი მყოფინა წარწმული სახკარი. ბაღი ვენახი, ეზოდა ნაფუძვლები, თავეჯი და წიგნები. ახია ჩანზე. ახი. აკრე მინდა. აკრე. მოჰყავლე გვერაგი, მოჰყავლე გარანზა და მხეცი საზიზღარი პირუტყვი. მოჰყავ თეიმურას ხევისთავო. კაცი კი არა მხეცია, მხეცი. ნერთო დიდებულა, უფალო ძლიერო, შენი მდემა შეწოდებანი ჩემი, მომეც მეძალა, რადგან მეც ადამიანი ვარ. ადამიანი. ხმა მოიხ. მესმის. გეძნელება ლაპარაკი. მესმის. იმ ხეცმა შენზე ძალა იხმარა. რა თქმა უნდა ძალი დაგიმორჩილა, არა? შენც შეგეშინდა სირცხვილის, ამიტომაც აღარ გამიმჟღავნე. ასე მოხდა ეს ამბავი, არა? ახლა ყველაფერი ცხადია, ყველაფერი მესმის. პირველად ეს ამბავი მაშინ მოხდა თბილისიდან რომ მოდიოდით. არა? იმ ღამით ლეონა შენში არ ყოფილხართ. ესეც ხომ მართალია? რაგი ეჯაყოს ერთი ძალადობა შერჩა, მერმე შეგეჩვია. შენ რასაკვირველია? უძალიანდებოდი, იტანჯებოდი, მაგრამ სისხლისა შეგეშინდა, ამიტომაც აღარ გამიმჟღავნე. ასე მოხდებოდა ეს ამა. უეჭველად ასე მოხდებოდა. ამიტომაც დამიმალე. მართალს ვამბობ თუ არა? მართალ. მადლობა უფალს. მადლობა უფალს. ყველაფერს გაპატიებ. ყველაფერს.
დაიწყოთ ახალი ცხოვრება. ჯაყოს კი. ჯაყოს არ შევარჩენ ჯაყოს. ვის არ შეგარჩენ ჟენა? ვის არ შეგარჩენ მეთქი ბრინკა? ვისა? ჯაყო არ შეგარჩენ? ჯაყო! დედას გიტირები ჯაყო. გაგიჩე ჯაყო რო ხორივი დაკლა ეს ბრინკა. გაჩერდი. ჯაყოს გემუქრება ბრინკა. რა გინდებოდა შენა? რა გინდებოდა შემოწკიშონა რა? მარგო იგინდოდეს? მარგო რა გინდოდეს მე? რა შენი საქმე ვიქნებოდი ასეთი ცოლი? ვერ აჭმევდე და ვერ შეინახამდე. აქამდე შენთან არიყავი მარგოი? როგორ გახდი მე? მარტო ძვალი გადარჩი. აბა ახლა გიყურე? ამასავით ინდაურიც ვერ გაზუგდები მათ. აგრე იცის კარგმა ცხოვრებამ. აბა მარჩი გათევდე. მარგოი ჯაყოსია? და ჯაყოი აღარ მოგცემდე, აღარა? ახლა წახვიდოდე და საცა გინდებოდე იგი ჩივლებდე ჯაყოსა. მარგოს მაინც ვკითხოთ. მარგოსა? ძალიან კარგი ვკითხოთ მარგოსა. მარგო, ეს დავა შენ უნდა გადასჭრა. მარგო! აბა გითხარი ვინ გინდებოდეს? მე თუ ბრინგაი? რას გაჩუმებულ ხარ, მარგო? გითხარი მეთქი? გითხარი ვინ გინდებოდეს მე თუ ბრინგაი? ხვენოდეს. საცახვიდოდე! ახლავე იტყოდე მეთქი ყველაფერი, ახლავე! მარგო, მე მივდივარ ამ სახლიდან, მოდი ხარ თუ რჩები. მე მივდივარ მეთქი ამ სახლიდან. მოდი ხარ თუ რჩები. ჯაყოი ძალა არ დაგატანი. თუ გინდებოდეს სახვიდოდე, ესე ჩენა, ესეც თემურაზი. აბა გაგათავე. მარგო, მე მივდივარ ამ სახლიდან, მოდი ხარ თუ რჩები. გათებული ხარ, ბრინგაი, გათებული. დრო აქედან წახვიდოდე. აბა ჩქარა, გაგათრია ამ სახლიდან. შვიდობით, მარგო. შვიდობით. ეს რა მიყავი შემხეცო? ესეც შენა. თუ ეს საქმე გაგიკეთე ჯაყოსა 60 ჩანახი პური მოგცემ. კარგი ჯაყო. ნახავ. ცდი.
კიდევ ერთი რამე უნდა გითხრამდე. თუ ნაშინდარ სკოლა გაგიკეთე, მეც ერთი ურემი და ერთი კაცი მოგცემ სამუშაოთა. მაგრამ კოოპერატივი არ გინდა ჯაყოსა. ვიცი. ქჩორტუ კოოპერატივი არ გინდა კოოპერატივი ნაშინდარს ამაშ. ვიცი ჯაყომა, რა გინდა კოოპერატივი? ხალხი ტყავი გინდა გააძრო განა? ვიცი ჯაყომა, ვიცი. ჯაყო, კოოპერატივის საქმეში მე ვერ დაგეხმარები. ნუ კარგი, კოოპერატივის საქმე მერე იყავი. შენ ჯერ თეიმურაზის საქმე გაგიკეთე. აბა, ხელი მოგეცი. რაც მოხდა. სირცხვილია რომ კნეი მარგო ჯაყოს ხასად დაუსვა. შენს გვარს მაინც ნუ შეარჩენ. გაეყარე. მურად გირჩევ ძმაო თეიმურ. ჯერ ასწონე და მერმე გადასჭერი. ჩემო მარგუში. მეგობარო, მეგობარო. შენ განაცვალოს თეიმურას. შენი ჭირიმე. მე ყველაფერს გაპატიებ და დავივიწყებ. მე უკვე ნაპატიები და დავიწყებული მაქვს. მე არაფერი არ მახსოვს, არც არაფერი მინახავს. მეცაც გეტყვი. ყველაფერი ჩემი ბრალია. მარტო მე ვარ დამრაშა. მარტო მე ვარ ბრალიანი, მაგრამ დღეს წინანდელი თეიმურაზი მოკვდა და ახალი დაიბადა. რაც მოხდა. მე ყველაფერს გაპატიებ. შენც მაპატიებ. ხო მაპატიებ შენს ერთადერთსა და ერთგულ მეგობარს. ჩემო მარგუში. ჩემო დაუვიწყარო. დაო. დედაო და მეუღლეო. მარგო. თემურ მითხარი. რა გინდა? რა საპირებ? მე რა მინდა? ხო. კარგი თემურ, კარგი. მე რა მინდა? შენს გვერდით ყოფნა და შენთან სიცოცხლე, მეტი მე სხვა არაფერი არ მინდა. ჩემთან. როგორ ჩემთან თემურ? ნუ შეშინდ, მარგუში. მე მხოლოდ ის მინდა რომ სადმე შენს გვერდით ვიყო რომ ზოგჯერ შორიდან მაინც დაგინახო, მეც არაფერს არ გთხოვ. არ ვიცი. არ მესმის. ჩემთან როგორ გინდა? რისთვის გინდი ვარ თემურ? ჩაყურა სიტყვის. არა ხალხი რას იფიქრებს თემურ? მე ისევ შენი სულიერი ქმარი ვიქნები. არა, ქმარგი არა. შენი სულიერი ძმა და ერთგული მეგობარი ვიქნები. მეც მე არაფერს არ გთხოვ. გამარჯობა, ბრინგა. როგორ ახარ? მადლობა ღმერთსა, რომ ეგრე გადარჩებოდე. მადლობელი ვარ, ჩაყო, მადლობელი. რა ვერ გაგათავებდით აქამდე ის?
ნუ შეშინდი, ჯაყო. ჯაყოს ბრინგაის არ გეშინია? არა ჯაყო. მე უკვე შენთვის საშიში აღარა ვარ. გინდოდეს თუ არა? თუ არა? რომა? მარგოს გაეღრებოდე. ჰა? გინდოდეს თუ არა? ჯაყოი ფული მოგცემდე. ბევრი ფული მოგცემდე. ფულზე ხმა არ მოიღო ჯაყო. მაშ? ფული არ უნდა აიღებდე მაშ? საქმე გათაებული ხარ. ხოლმე გაეყრებოდე მარგოსა და საღამოს აქედან წახვიდოდე. არა ჯაყო. მე არცადაც არ წავალ. მაშ რაც გააკეთებდე აქა? როგორი ცხოვრებდე? ისევ დუქანში ვიმუშავებ. ოღონდ ერთის პირობით. მარგო ყოველდღე უნდა ვნახო. არა, შენ არ შეშინდე. ჩვენ შორის მხოლოდ დაძმობა იქნება მეტი არაფერი. ოღონდ ზოგჯერ მარგოს გვერდით მიუჯდები და 2-3 სიტყვას ვეტყვი. არა, თუ გინდა სულაც ხმას არ ამოვიღებ. მაშ ჯაყოი მარგოს ქმარი ვიქნები? შენ კი ძმა იქნებოდე, არა? ხო, ჯაყო, ხო. შენ ქმარი და მე ძმა. წავიდეთ ჯაყო. ცოტაოდენი პატივი მაინც დასდე შენს თავს, სახელსა და წარსულს. არ მესმის რა დაგემართა. შენი წინაპარნი რკინას ჭამდნენ, დათვებს ხანჯლით ხოცავდნენ და ყინულზე იძინებდნენ. წინ დაიხედე, ისეთ გეხარ შენი მამის საფლავზე, როგორც წიწილა დევის მკერდზე. წიწილა? მამა შენი და შენი წინაპარნი სულითა და ხორცით ფოლადისგან იყვნენ ჩამოსხმული, შენ კი გულის მაგივრად დამპალი ძონძი ჩაგიგდია, სულის მაგივრად სიმყრალე დაგიგუბებია, ხოლო ძარღვებში ცხელი სისხლის მაგივრად ჭაობის დუბელა ჩაგისხავს. ისე დაკლინდი და დაილიე, რომ ვაშკაცობის აღარაფერი გცხია. ახია, ჩემზი ახი! ახი! ახი!
თეიმურას. აქ რა გინდა? სამოფიში. გთხოვთ ბილეთი იყიდოთ. რა ბილეთი? წარმოდგენას მართავთ ღარიბ მოსწავლე ქალების სასარგებლოდ. თქვენც უნდა დაგვეხმაროთ. დიდი სიამოვნებით დავეხმარებით თქვენისთანა. თქვენი გვარი დასახელი ქალბატონო. მარგარიტა ყაფლანიშვილი გახლავართ. საოცარი, საკვირველია. რა არის საოცარი? ის რომ ჩვენ ორივენი ობლები ვართ. ამ ქვეყნად ბევრი ობოლია. მართალია, მაგრამ ორივენი ჩვენი გვარის უკანასკნელი ჩავამავალნი ვართ. ეს მართლაც საკვირველია. ой, ведь. თეიმურას. თეიმურას რა დაგემართა? თეიმურას. ой. ეხლა ვდადი ეკლესიიდან. ცოტას კიდევ მომეცდი და გავალ, ეხლა გავალ. თეიმურას ვერ მიცანი? ვერ ამცნო. ეხლავე კაცი ეკლესიიდან. რაო? გავიდე? რატო რა გავიდე? მე ეკლესიაში არ ლოცულობ. ბრინკა. სურს თუ არა შეუღლება? ხა. გინდა თუ არა მარგარიტაზე ჯვარის დაწერა? გინდა მას? სურს თუ არა შეუღლება? სიკრიჭებით ქალბატონო ფალოს. ანუ რა უფლება გაქვთ რომ მაგოთან აქეს მსანთქავთ მადამ ფალოს თეიმურას? უყვირი? რა გინდა რა შემაცივთ ვინ თავდაბანებე? საკუთარ პანაშვიც დაესწარი, ჩემივე დასაფლავება ვნახე. თეიმურას. რა გინდა ივანე რა შემაცივდი? ვიცი რომ ეკლესიაში პანაშვიდი კი არა ქორწილია, ჯვრისწერა. მაგრამ ეს ქორწილი ჩემი პანაშვიდია, პანაშვიდი. რო? ის თქვა საწყალიო? წამო თეიმურ წავიდეთ. თეიმურ. მე არც საწყალი ვარ და არც უბედური. მე სნეული ვარ. სნეული. ვიყავი. დღემდე ვიყავი. დიდი მადლობელი დახმარებისათვის და მასპინძლობისთვის, ივანე. ისი არ მოკვდება თეიმურაზი, რომ სიკეთე 1-1000 არ გადაგიხადოს. მივდი არა. არ ვიცი, როდის ანსად შეხვდები. არც ის ვიცი, გნახავოდეს თუ არა. ეხლა მივდივარ ახალი ბედის აძებნელად. რაც მოხდა. რაც იყო წავიდა და აღარ დაბრუნდება. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. შვიდობით იყავი ჩემო თეიმურას. ხალხო და ჯამაათო,
ამ სასახლეში რა უნდა ჩაყოს? ვინ მისამოდენა შენობები ამ წურბელას? გასი მეგართმევენ! ხვალ თქვენ წაგართმევენ! ვინ მაგსავეთ კი, ვინა? ვინა და რევოლუციამ! ხალხო, სმენა! აქ სკოლა იქნება. ქვით კი კოოპერატივი. სკოლისთვის ახალ შენობას ხომ ვერ ავაშენებ? აქვე იქნება აღბასკომიც. ჯაღოგი თავის დუქანში გადასახდა. მართალია თუ არა? ამ კაცსახნავ ნორმას დაუტოვებთ. სამაგიეროდ ეს დიდი ბაღვენახი სკოლას უნდა დაულოცოს. სკოლისთვის უფრო უპრიანია. თქვენი შვილები ბაღვენახის მოვლა მოშენებას ისწავლენ. მართალია თუ არა? დგას მეგართმევენ! ხვალ თქვენ წაგართმევენ! გელს თუ გეყავს ხალხომ გელსა! გლებმა ვიცის ასე! თუ ერთი დაიჭერი და წაიკეცი, ყველანი მოგესწევიან და შეგძამენ. მაშეგრე გინდა? საწყალი ჯაყოი უნდა დაღუპოთ. აგრე მალე დაივიწყეთ ჯაყოი მადლი. მას აღარ გენანები? ხალხო, ამ კაცმა ჩვენი ნაბატონები გახურდა. გაიცისით რამდენი ავეჯი და სიმდიდრე დაიჭირა. ჩვენთვის გამოსადეგი არ დარჩეს. დანარჩენი კი მამა პაპეული განძი და ავეჯი. ხაზინა ქალაქში ვავაგზავნე. ხალხო! რაც აქ ისე აწყვია. ხო ვერსად ვერ წაგვივა. მაგრამ რაც გადამალული აქ ის გამოიტანა. აბაჯაყო. დრო დაგიდგა. ჰა? აი და თეიმურაზის განზეულობა. სანამ ხალხი აქ არის გამოიტანე. დავთვლით და ჩავწერთ. შეგეუბნები ჯაყო. მოიტან მეთქი თორე მე თვითონ გამოვიტან. მაშ კარგი. ჰეი, ილათ ედო დატა. მოიტათ ლომი და წერაქვი. იქ. ქვევით. მარცხნივ. კედელში. Armaksın! Ben kayıtlı! Ben kayıtlı! Bitkina! Samakta! Samakta! Deda gidelim, dedas!
გასიე ხარო გასიე საცა გათენდებაოდა გასიე ხარო გასიე საცა გათენდებაო ჰარულალოდა Bronsaoda Agozevata al marils movida bronsao Harulaloda Jerde dan gada ve khavevi Jerde dan gada ve khavevi mere sevil sadat sol sao Harulalo 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 da Haru haralu haralu hari harali haraleda Haru haralu haru 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 da Brinca! 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 მოხვიდოდე? ჰა? Brinca! აბა ახლა დაჯდებოდე და მეტყოდი აქამდე სადიხეტიალებდე და დაეთრეოდე? ჰა? რა გინდებოდე ვითომა რომ ფეხი დაკარი და გაიქეცი? რა მოგიგე? ენდე როგორ გახდებოდე? დაჯდებოდე დუქანს მოულიდე და ბუღლატერიასაც გააკეთებდე, თორე ყველანი გატყვევდნენ ქეშელასა. საწყალი ჯაყოე. ძალიან ბევრი წააგე. დუქანი დაკეტე ჯაყომა. იმ სიშორეზე ხალხი აღარ მიდიხარ. შენ სახლში ახლა კოოპერატივი გახსენი თავრობამა, გინდა ტყავი გააძრობდე ხალხსა. ესენი კი იძახოდნენ, ხალხი იაფისაკონელი უნდა მოგწე, ой мама იგი ცხონდა. ვითომ არ ვიცის ჯაყომა როგორ უნდა მოატყვევდე ხალხი. აი დაუბრუნდი. ახლა ჯაყოს სახლი აღარა გაქვს. სახლით წაგართვეს, ავეჯი და ყველაფერიცა. ოქროცა, ვერცხლიცა, სარკეცა, ხვალხანჯალიცა და ყველაფერიცა. სახლი წაგართვეს და სკოლა გაგიკეთეს. რა უხრად გინდა ჯაყოს სკოლა? თუ ჯაყოს განათლება არა გაქვს, კარგი ბიჭი ვერ ახარ რაღა. ბრინკა, იცი რას გითხრა? მოდი ის სახლი ისევ შენ წაიღებდე. ღმერთმანი თავრობა ისევ მოგცემდეს ის სახლი. არა ჯაყო, არ მომცემენ. მოგცემენ მეთქი ბრინკა.
ისევ ერთად იცხოვროთ მე და შენ, ჰა? შენ მარგოს ძმა ვიქნები, მე კიდე ქმარიასი არ გინდოდეს წინათ, ჰა? ო, მაგრამ სახლს მაინც არ მომცემენ. მოგცემენ მეთქი, მაშინ მოგცემენ. მოდი შევიგდეთ. რაც მოხდა, მოხდა. ჯაყო ჯავრიანი კაცი არა ხარ. რა თქმა უნდა. ღმერთმანი ჯაყომ ყველაფერი დაივიწყე. პრინკა, შენ ისევ დუქანში ივაწრებდე. ჯამაგირიც მოგცემდე. თვეში 5 მანეთი ხომ გეყოფოდეს? რა თქმა უნდა, კარგად მეყოფა. მაშ ხოლმე წახვიდოდე დუქანში და ბუღალატერიასაც დაიწყებდე. ქეშელა და გიბა გომურში ცხოვრობ, შენც იქ დაიძენებდე. მართლა ბრინკა? ხობა ერთი ნახავდე პატარა ჯაყოსა? ეს ერთი და სხვა 100. მაშა აგრე ვიცის ჯაყომა. ბრინკა იცი რას გითხრამ? შენ რომ მოკვდებოდე, ხევის თავის გვარიც აღარ ვიქნებოდე. მოდი საქმე ისე გაგაკეთებდე, რომ ამ პატარა ჯაყოსა ხევის თავი დაგარქმევდე. ჰა, რა სიტყოდე? ჰა, რა სიტყოდე? დაგარქვა თუ არა ხევის თავი პატარა ჯაყოსა? თეიმურას. შენ ახარ? თეიმურას. შვიდობაში შენი დაბრუნება. ნუ დამცინი ივან. რაიმე? რა გაქვს დასაცინი შეგაიგაცო? დასაცინი ისა მაქვს რომ დავბრუნდი. ძალიან კარგი ქენი რომ დაბრუნდი. ხომ გაიგე რომ სკოლა გავხსენით და კოოპერატივის დავაარსეთ. ხარში მოგვიდეკ და იმუშავე. რა ჩემი საქმეა ახლა სკოლა და კოოპერატივი. თუ ჯაყოს შაუდებ დუქანში, რატომ კოოპერატივში არ გინდა მუშაობა? ისევ ჯაყოსთან გირჩევნია დაბრუნება. ღმერთმა დამიფაროს. არც მესამე გზა მოსჩანს. მაშა სადამე? ან სკოლა, ან კოოპერატივი. რომელი გინდა? რომელი გინდა? კოოპერატივი. მადლობა უფალსა. მოიცა ხელი. ალბათ ისევ შენს ნასახლარში შენ წინანდელ ოთახს დაგიბრუნებთ. იქნება შენი ავეჯიც ჩაგაბაროთ. ავეჯი? მაგრამ ჯაყოს აღარ ეკითხებით? ჯაყოს დრო წავიდა. რაც შენ გეკუთვნოდა ერთი ნივთიც არ გავატანეთ.
ნაწილი ავეჯი სოფლის საბჭოს გადასცეს. ნაწილი სკოლას და ნაწილიც მასწავლებელს. მართალია ნეთევზე, რომელმაც მღრიე წყლით ისარგებლა. ბრალიანი არც გელია, რომელიც უპატრონო ბატკანს წააწყდა. კისერიც მოუტეხიათ. თევზებსაც და ცხვრებსაც ქვეყანას იმათვის არ ასცალია ის. თავისი გზით მიდის და ვერც კი ამჩნევს შეჭმულ ცხვრებსა და თევზებს. მაგრამ არის კიდევ ვიღაც ამ ქვეყნად ღმერთის გარდა, რომელიც ურმით დასდევს ფეხმართ მგლებს. ურმითა? ო, ურმით. და რაც არ უნდა მარდათ ირბინოს გელმა და სადაც არ უნდა გადაიკარგოს, ის ურმით მადევარი ვიღაც მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჭს. ასია მომართული ეს ქვეყანა. Varis la lo bichebo